ეს არის დაპირებული TKT3-ის ტექნიკური მიმოხილვა, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი ვიდეო, იმიტომ რომ ამ შაშხანის მიმოხილვისას მე დეტალურად ვისაუბრებ შარხანის ელემენტებზე, კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებზე, იმისთვის რომ თქვენ შეიქმნათ ზუსტი წარმოდგენა და ზუსტად გაიგოთ, რატო ლაპარაკობ ამ შაშხანაზე, იმას, რასაც ვლაპარაკობ. ეს ვიდეო არ იქნება მოკლე, ამიტომ ახლა ჯერ დააპაუზეთ, შემდეგ წადით, ჩაი დაისხით, ყავა მოადუღეთ, სნექები მოიმარაგეთ, იმიტომ რომ ეს ვიდეო იქნება საკმაოდ ხანგრძლივი. მოთავსდით, კომფორტულად და დავიწყოთ. კარგით. სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავალ, მინდა თქვა შემდეგი რამე, ორი სიტყვა ტექნიკურ ტერმინოლოგიაზე. მე გამოვიყენებ ხოლმე ჩემ ვიდეოებში უცხოურ სიტყვებს და ამისი ორი მიზეზი მაქვს. პირველი ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ტექნიკური ლიტერატურა, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც ეგეთი ეტალონი და წამოიღო ტერმინოლოგია იქიდან. ამიტომ ზოგადად ეს სფერო არის გაჯერებული უცხოური სიტყვებით, ჟარგონით და რა ვიცი, 1000-ნაირი ერთ დეტალს შეიძლება ქონდეს, არის 5-ნაირი სხვადასხვა დასახელებით იყოს ცნობილი. და გარდა ამისა, ასევე თუ ამას მოისმენთ, ინგლისურ ენაზე, მოგცემთ საშუალებას, რომ ეს მე ადვილად მოიძიოთ ინტერნეტში, ხო, მაგალითად მე რო თქვა ახლა უკუცემის ბჯენი, ხო, შეიძლება რო აკრეფოთ უკუცემის ბჯენი, ვერაფერი ვერ ნახოთ ინტერნეტში, მაგრამ რო აკრეფოთ recoil lag-ი, ხო, უკვე შესაბამისად ნახავთ შესაბამის დეტალს და მიაგნებთ, ასე ვთქვათ, სტატიებს ამ დეტალზე და იმ ადგილებს, სადაც ამ დეტალის გაყიდვა ხდება. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც ეს არ მოგწონთ, ვერაფერს ვერ გიშველით, ასე ვთქვათ. მაგალითად, ამისთვის მე ყოველთვის ვიყენებ, იაპონურ საავტომობილო შოუს Best Motorings, რატო ვახსენებ Best Motorings, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ ხა იაპონელებს არავინ არ დააბრალებს, რომ თავის ქვეყანა არ უყვართ და თავის ტურს პატივს არცემენ, მაგრამ ამ შოუში ფართოდ იყენებენ უცხოურ სიტყვებს, engine, gearbox, turbo lag, მილიონი რაღაცა შეიძლება ისა რა ქვია, გაიგონოთ მან და რატო? იმიტომ რომ ინფორმაციას, რომელსაც ისინი იღებენ მოდას, კარნახობს დღეს ინგლისური ენა, ასე ვთქვათ და დასავლური სამყაროები კარნახობენ მოდას, მაშინ კარნახობდნენ მოდას მანქანებში, ისე დღეს კარნახობენ შეიარაღებაში და ცეცხლსასროლ იარაღში და ამიტომ ხო ყველაფერს, რასაც ჩვენ ვსწავლობ, ყველაფერს, რასაც მე ვსწავლობ, მე ვკითხულობ ამას ინგლისურ ენაზე და არა ქართულ ენაზე სამწუხაროდ. და ეგ ამაში ხა სამოცუნა არაფერი არ არის, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა აქ ყავდეს 250 ავტორი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღის კვლევით არის დაკავებული. ასე რომ ამით დავიწყოთ და დავხუროთ ვიდეოში უცხოური სიტყვების გამოყენების თემა. მიმოხილვისას დავიწყებთ ლულიდან, დავასრულებთ სტოკით, recoil pad-ით და შუაში რაც კი შეხვდება, შევეცდები რომ მაქსიმალურად ამომწურავი მიმოხილვა შემოგთავაზოთ. და ამით დავიწყოთ. ლულები, ლულა ამ შემთხვევაში არის 60 სანტიმეტრიანი და ტიკასთვის უჩვეულო, იმიტომ რომ ლულის ბოლოს არის ხრახნები ქარხნულად შესრულებული. ბევრ მოდელს, მათ შორის იმ მოდელს, რომელიც ნამდვილად უნდა ქონდეს საჭიროებს ამ ხრახნების არსებობას, ტიკაზე არა აქვს. ამ შემთხვევაში ტაქტიკალ მოდელზე, ჩვენი არის TKT3X-ი. ტაქტიკალი თაქტი, სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე ამ შაშხანას. სხვადასხვა პეიჯებზე, ხო, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და შესაბამისად შეგვიძლია დავაყენოთ კომპენსატორი, როგორც ამ შემთხვევაში აღენია APA-ის კომპენსატორი ამ შაშხანაზე. გადავიდეთ იარაღის დასახელებაზე, რომელიც ამ წამს ვახსენეთ, S3X-ი, ხო, ეს X-ი რას ნიშნავს? X-ი არის უახლესი, პრინციპში მეორე და შესაბამისად უახლესი იტერაცია T3-ის შაშხანების. გიჩნდებათ კითხვა, რა განსხვავება არის T3-სა და T3X შორის. განსხვავებები ბევრი არ არის, მაგრამ არის. ყველაზე ბეტი ცვლილება შეეხო სტოკის კონსტრუქციას, აქ ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული მოდულურობა, შეგვიძლია მათ შორის გამოვიყენოთ სხვადასხვა არა, პრინციპში ორი ჩანართი არის, რომელიც გაძლევს საშუალებას ამ ნახევრად პისტოლეტური სახელურის კუთხის რეგულირების, შეგვიძლია დავაგრძელოთ კონდახი, შეგვიძლია სალოყი გამოვიყენოთ. ტიპჟირით აშკარად ასევე ცალკე დეტალი არის, რომელიც სტოკზე არის მიყენებული, არ ვიცი ეს რატომ არის გაკეთებული, მაგრამ ძირითადი განსხვავებები სტოკთან მიმართებაში ეს არის. ჩვენი იარაღი არის პრაქტიკულად სუპერ ვარმინტის კონფიგურაციაში, რაც განაპირობებს სტოკის ამ კონფიგურაციას. სხვა მოდელები გამოდის სხვა კონფიგურაციაში, მაგრამ ძირითადი სამი მასალა, რომელსაც SACO იყენებს TKT3-ის შაშხანების სტოკებში, ეს არის ხე, პლასმასა და ალუმინი, ალუმინის შასი, მოდელი ტაქტიკალი A1, TKT3X-ი ტაქტიკალი A1 უკვე ალუმინის შასით არის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი. დანარჩენ კონსტრუქციულ ცვლილებებს რაც შეეხება, ხო? საკეტის გარსაცმი იყო პლასმასის T3-ში, აქ უკვე არის მეტალის
საექსტრაქციო ფანჯარა არის ოდნავ გაგანიერებული და რატომ არის ეს კარგი? ორი რამე. პირველი, განიერი საექსტრაქციო ფანჯარა უზრუნველყოფს მასრების ექსტრაქციას უპრობლემოს, რაც უფრო დიდია, ნაკლები ალბათობაა, რომ ეს მასრა რამეს წამოედება და პრობლემას შექმნის და ასევე შეგიძლიათ უფრო მარტივად და კომფორტულად ცალი ვაზნის მოთავსებით გამოიყენოთ ჩაშხანა როგორც პრაქტიკულად ცალმუხტიანი იარაღი. ასევე უკვე ნახსენები recoil lag-ი, ანუ უკუცემის ბჯენი. ანუ დეტალი, რომელიც ასე ვთქვათ, იღებს თავის თავზე უკუცემას და უზრუნველყოფს ანუ რესივერის ერთნაირ პოზიციონირებას სტოკის შიგნით. T3-ში ის იყო ალუმინის, T3X-ში ის არის უკვე მეტალის. მეტალის, ანუ ალუმინი მეტალი, ანუ არის ფოლადის. ხო, აი ეს არის და ეს ანუ მთელი ცვლილებები, რომელიც ასე ვთქვათ, განასხვავებს T3-სა, T3X-ისგან, ან T3X შედარებით უფრო ადრინდელი T3-ისგან. დაუბრუნდეთ ახლა იარაღის კონსტრუქციას და კონკრეტულად ლულას. ლულები, ყველა ლულა, რომელიც TK-T3-ზე მზადდება ცივი როტაციული ჭედვის მეთოდით. ანუ ეს მეთოდი რას ნიშნავს, ხო, რომ იღებ ანუ ლულის ბლანკს, ასე ვთქვათ, რომელიც არის შედარებით მოკლე, ის იბურხება, შიგნით თავსდება შემდგომ უკვე მოდი ასე ვთქვათ შაბლონი, რომელიც პრაქტიკულად ანუ იმეორებს ხრახნების გეომეტრიას და მერე ჩაქუჩები, ასე ვთქვათ, ატრიალებენ ამ ლულას, აქეთა სახელი როტაციული და ჭედავენ და ასე ვთქვათ, ხდება ამ ლულის, აი ამ შაბლონზე გამოჭედვა, მოდით ასე ვთქვათ და შემდგომ ამ შაბლონს მერე იღებ იქიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ჭედვა იწვევს მეტალში სტრესს, მერე სხვადასხვა კომპანიები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს ამ სტრესის მოსახსნელად, ასე ვთქვათ, რომ მეტალი დაწყნარდეს და ეს არის ანუ კარგი შედარებით იაფფასიანი შესაძლებლობა გამოუშვა კონსისტენტურად ხარისხიანი ლულების საკმაოდ დიდი რაოდენობით. იმ დათქმით, რომ დაზგები, რომლებიც ამ ჭედვას ახორციელებენ, ძალიან ძვირი ღირს. ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მეც არაფერს არ ვიტყვი. მასობრივი წარმოების შაშხანების შემთხვევაში, რომელი მწარმოებელი რა ტექნოლოგიას იყენებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მანამ სანამ ხო გეუბნებით, ტექნოლოგია დარღვეული არ არის და ხარისხი არის კონსისტენტური და TK-ს შემთხვევაში კონსისტენტურობა არის ამ ფილმის, ამ კომპანიის კი არა და ამ შაშხანების, ანუ და პრინციპში ამ წარმოებლის, ანუ საფირმოთვისება და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მათ შორის არის კონსისტენტურად ძალიან მაღალი ხარისხი ლულის არხის, როგორც უკვე ვთქვი, ბოროსკოპით დათვალიერებისას იქ თითქმის არ ნახავთ ხო გეუბნებით, რავი, ინსტრუმენტის კვალს, ნაკაწრებს და ესეთ რაღაცებს. პრიალა, შესანიშნავი ზედაპირი და ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არის TK-T3 ასეთი ზუსტი. ლულის პროფილებს რაც შეეხება, თავისთავად ცხადია TK უამრავ ვარიანტში და შესრულებაში, რომ დააბნევს ნებისმიერ ადამიანს. ყველაფერი იწყება, რა თქმა უნდა, სპორტერ პროფილის ლულებით. სპორტერ პროფილის ლულა არის ყველაზე თხელი ლულა, რომელიც არის ბალანსი სიმსუბუქესა და აუცილებელ სიხისტეს შორის, რაც არის საჭირო, რომ ნორმალურ სიუსტეს მიაღწიოთ. სპორტერის ლულები არის როგორც წესი ყველაზე თხელი და არის კიდე შემსუბუქებული სპორტერი, ანუ დაღარული flatted სპორტერ ლულები, რომელიც ფინლაიდზე და ულტრალაიდზე გამოიყენება თუ არ ვცდები, მაგრამ ანუ ხო გეუბნებით სახელებს და ინდენსი იყენებს TK და იმდენი მოდელების ნაირ სახეობა, რომ შეიძლება უბრალოდ ამერიოს, ამიტომ მარტო ლულებზე ვილაპარაკებ, ხო? ანუ სპორტერის ტიპის 17 მმ-იანი დიამეტრის ლულა შეიძლება იყოს ხო გეუბნებით, ანუ სტანდარტული პროფილი შეიძლება იყოს დაღარული. ეხლა რა არის დაღარული რო აგიხსნათ, ხო? ღარები შესრულებული ლულაზე, რომელიც ემსახურებიან ორი მიზნის მიღწევას. პირველი არის შემსუბუქება, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ანუ შენ იღებ ლულას, იღებ ზედმეტ მეტალს იქიდან, ლულა ხდება კიდევ უფრო მსუბუქი. ხოლო ღარები, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფენ ანუ საჭირო სიხისტეს. თავისი ფორმიდან და კონსტრუქციიდან გამომდინარე, ხო? მოდით ასე ვთქვათ, რასაც რუსები ეძახიან რებრა ჟოსტკსტი, ხო? ანუ მაგალითად დაშტამპულ დეტალს მომზადებენ, აი ამ ღარებს, ასე ვთქვათ, აი ამ ბურცულ ადგილებს უმატებენ, აი ამ ბურცულ, ასე ვთქვათ, ჭრილებს იმისთვის, რომ ხო გეუბნებით, ანუ მთლიანი სიხისტე დეტალის გაიზარდოს და იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც და ეს ხო გეუბნებით აღწევს, რავი, ორ ამეს, ანუ შენ გაქვს ლულის საერთო ზედაპირის ფართის ზრდა, რაც არის უკეთესი გაგრილებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ლულა მალე ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და შესაბამისად უბრუნდება საწყის სიზუსტეს. და ნუ ხო სიხისტეზე პრინციპში უკვე გითხარით, ანუ ეს ორი მომენტი არის და სიხისტეც ასევე არის საჭირო, იმიტომ რომ გასვლიდან გასვლამდე ლულა ვიბრირებს როგორც კამერტონი და შესაბამისად რაც უფრო გრძელი და თხელია, მით უფრო ეს ვიბრაცია იქნება მკვეთრად გამოხატული.
შემდეგ უკვე მოდის ლულის პროფილი 18 მმ-იანი, რომელიც ძალიან წააგავს სპორტეს, მაგრამ ოდნავ უფრო სკელი არის, ასე ვთქვათ. და ეს არის ანუ რაფტეკებზე გამოიყენება. მერე მოდის უკვე ჯგუფი შაშხანების ტიკატესამების CTR, Compact Tactical Rifle, რომელიც უკვე იყენებს bull barrels სქელკედლიან ლულას, მის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ნაირსახეობას და მის სისქე არის 20 მმ და მერე მოდის ვარმინტი, სუპერ ვარმინტი, ანუ ეს პროფილი, სადაც ლულის სისქე არის უკვე 22 მმ. რატომ არის ხა სქელკედლიანი ლულა საჭირო? პრინციპში უკვე მონაყოლიდან მიხვდებით. ნაკლები ვიბრაცია და ნაკლები გახურება. ანუ მეტალი რო ხურდება, რას უფრო ის ხურდება, მით უფრო იცვლება მისი თვისებები. გახურებული მეტალი, ანუ ვიბრირებს სხვანაირად, მოდით ესე ვთქვათ, სიხისტესაც კარგავს, ხო? რა ვიცი, ხო, მეტალის გადადნობა მათ შორის ნიშნავს, ანუ იმისთვის რომ ადვილად ხელებით შეცვალო პრაქტიკულად მისი ფორმა. ხო, ანუ ეს ხდება ექსტრემალური ტემპერატურების მიღწევით და როგორც გილულა იწყებს გახურებას, შესაბამისად ეს სიხისტე, ასე ვთქვათ, კლებულობს, რაც გამოიხატება ნაკლებ კონსისტენტურობაში. რაც სამიზნეზე თქვენთვის ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ან უფრო დიდ ჯგუფს, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოხდება, ანუ მორტმის წერტილის შეცვლა. ყველაფერი იმიტომ ხო გეუბნებით, რომ ლულა ცხელდება, იცვლება მისი თვისებები და შესაბამისად იცვლება ის თუ როგორ რეაგირებს ის გასროლაზე. ამიტომ ტაქტიკურ ზუსტ შაშხანებში, რომლებსაც განეკუთვნება მათ შორის, ანუ ეს შაშხანა ვარმინტი, სუპერ ვარმინტი და ტაქტიკალი, ანუ ჩვენ გვჭირდება სქელკედლიანი ლულა. სანადირო შაშხანებში ჩვენ სქელკედლიანი ლულა არ გვჭირდება, იმიტომ რომ იქ ნადირობაში უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება 1, 2, ან რა ვიცი, 3 გასროლა, იმისთვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიო და ეხლა 10 გასროლას ნადირობაზე არავინ არ განახორციელებს, რომ მე მოხვედრის წერტილის შეცვლა თქვენთვის გახდეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, სანადირო შაშხანების უმეტესობა თხელი სპორტელ ლულებით არის აღჭურვილი. სხვა რა შეიძლება ლულებზე ითქვას? რავი, არც პრინციპში არაფერი. მასალებს რაც შეეხება, ჩვეულებრივი ფოლადი, carbon steel და უჟანგავი ფოლადი. კარგით, გადავდივართ რესივერზე. ანუ რესივერი არის ერთ-ერთი რამე, რაც T3-ს, ასე ვთქვათ, გამოარჩევს. როგორც უკვე გითხარით, T3X-ში ჩვენ გვაქვს უფრო გაგანიერებული საექსტრაქციო პანჯარა, რაც ძალსახად არის კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ამავე დროს, ხო გეუბნებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საექსტრაქციო პანჯრის ზრდა ამცირებს რესივერის სიხისტეს და რესივერის სიხისტე არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ანუ შაშხანის სიზუსტეზე, ანუ საბოლოო ჯამში ლულის და რესივერის ერთმანეთში გადაბმის სიხისტე განაპირობებს, ასე ვთქვათ, სიზუსტეს, ანუ ეს უნდა იყოს მჭიდრო გადაბმა, უნდა იყოს საკმარისი რკინა, რომელიც ასე ვთქვათ, რავი, ჩაახშობს გინდათ ამ ტემპერატურის, გაზრდილი ტემპერატურის ზემოქმედებას, ასევე ვიბრაციებს და მოგცემს შენ მეტ კონსისტენტურობას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტიკაში გამოიყენება უნივერსალური რესივერი, რომელიც ფარავს, ანუ ყველაფერს დაწყებული 5.56 კალიბრიდან, ანუ 220, 222 რემინგტონი, 223 რემინგტონი და ასე შემდეგ. და მივდივართ უკვე შემდეგ მთავრდება ეს ყველაფერი 30 კალიბრის მაგნუმებით 300 მაგით მაგალითად. ანუ ეს არ არის რაღაცა საოცარი, ასე ვთქვათ, სიმძლავრის და წნევის წარმომქმნელი კალიბრები, რომლებიც ხო ვთქვათ, რომელზეც იმოქმედებს ეს გაგანიერება და რესივერის სიხისტის ანუ მსუბუქი შემცირება, ასე რომ აქ ეს პრობლემა არ იქნება. უნივერსალური რესივერი, ხო გეუბნებით, განაპირობებს იმას, რომ TKT3 ყველა კალიბრში მუშაობს საიმედოდ, იმიტომ რომ იმისთვის რომ კალიბრი შეცვალოთ TKT3-ზე და შეხედეთ ამას არა მომხმარებლის, არამედ წარმოებლის თვალსაზრისით. წარმოებელმა უბრალოდ უნდა განათავსოს შესაბამისი ესე იგი სიგანის ტიხარი ჭიჭი, რომელიც არის უნივერსალური ყველა TKT3-ისთვის და დააყენოს ანუ შესაბამისი ზომის bolt stop-ი შიგნით ერთი რკინის დეტალი, რომელიც შეზღუდავს საკეტის მოძრაობას, იმისთვის რომ ამ საკეტის მოძრაობის სისქე მოერგოს თვითონ ვაზნის სიგრძეს, რომელიც ამ საკეტმა უნდა მოაწოდოს. მეტი არაფერი შესასვლელი აქ არ არის. შესაბამისად, ანუ ყველაფერი მუშაობს იდეალურად, კონსისტენტურად და შეუძლებელია წარმოების ეტაპზე რამე აურიო, რაც გამოიწვევს აი ამ საიმედოობის შემცირებას. ამას სხვადასხვა ვერ იტყვით, მაგალითად, SACO 85 იგივე წარმოებლის უფრო ძვირადღირებულ და უფრო ხანდაზმულ დიზაინზე, რომელიც იყენებს რამოდენიმე ზომის რესივერს და ნუ SACO 85 ზოგადად, ასე ვთქვათ, ცნობილია, ჩემი თუ აღჯერა შეგიძლია დასერჩოთ, იმით რომ გარკვეული კალიბრების შემთხვევაში ასე ვთქვათ, ექსტრაქციის დროს ამ სისტემას აქვს გარკვეული პრობლემები. ჩემი ვარაუდით ხო გეუბნებით, იმიტომ რომ იქ გაცილებით უფრო მეტი ასე ვთქვათ, ცვლილებები არის შესატანი კონსტრუქციაში და მეტი ალბათობაა, რომ რაღაც შეცდომა იქნება დაშვებული. აქ ესეთი შეცდომის დაშვება შეუძლებელია. აქვე პრინციპში უნდა ვახსენო, ანუ დადებით კონტექსტში, ამ იარაღის ასე ვთქვათ,
ერთ-ერთი თვისება არის, რომ ამ ტიხარის გამოსვლა შეუძლია ანუ საბოლოო მომხმარებელს თქვენ, ანუ მე მსროლელს ასე ვთქვათ და იმ შემთხვევაში თუ თქვენ, რავი, იყენებთ თქვათ გადატენილ ვაზნებს, ანუ ძალიან გრძელი მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტის მქონე ტყვიებით, შეიძლება ამ ხოლმე შექმნას გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ ზომა ასეთი ტყვის აცდება, ანუ ასე ვთქვათ, ანუ სტანდარტულ მაქსიმალურ ზომას, რომელსაც იყენებენ სტანდარტული ვაზნების მწარმოებლები. და ამას შეიძლება შექმნას პრობლემები, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. თუ თქვენ რჩებით, ანუ აი ამ 300 ვინმაგი, რომელიც საკმაოდ გრძელი ვაზნა არის, ფარგლებში, ანუ თქვენ შეგიძლიათ, რავი, ანუ custom თქვენ საკუთარი ძალებით დამზადებული ტიხარი გამოიყენოთ და უზრუნველყოთ საიმედო ერთგვაროვანი პოზიციონირება ვაზნის ამ ჭირში, რაც ანუ ძალიან კარგი არის ამ ფასის კატეგორიის იარაღისთვის. დავამატებთ ამას, რომ რესივერის ზომების კონსისტენტურობა განაპირობებს ბაზარზე უკვე წინასწარ მორგებული ულების არსებობას, ხო? ეგ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ TKT3-ის ბაზაზე ააწყოთ, ანუ custom შაშხანა და თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი პრეციზიული ინსტრუმენტები, არანაირი, ესე იგი, იარაღის ოსტატის სკილები, უნარჩვევები, ანუ უბრალოდ სწორად უნდა შეარჩიოთ ყველა დეტალები, დააყენოთ იარაღზე და შეგიძლიათ წახვიდეთ პირდაპირ სასროლად. ცალსახად, დიდი პლუსი და კონსტრუქციული უპირატესობა TKT3-ის, ანუ ბევრ სხვა შაშხანაზე. რესივერზე ასევე აქ ამ შემთხვევაში არის განლაგებული ღილაკი მარცხენა მხარეს, რომლის დაჭერაც უზრუნველყოფს საკეტის განცალკევებას რესივერისგან, ხოლო მარჯვენა მხარეს არის განსავსებული ორპოზიციური ცველი, რომელიც ნუ ასე თუ ისე ხელმისაწვდომია იცვლით მარცხენა თუ მარჯვენა მხრიდან. რესივერზე საუბარი წესით უნდა დავასრულოთ იმით, რომ უნდა ვახსენოთ, რომ ეს არის ფოლადის, ის არ არის ალუმინის და ესე იგი ვახსენოთ ასევე ოპტიკის დაყენების ვარიანტების შესაძლებლობები TKT3-ზე. და აქ პრინციპში შეზღუდულები თქვენ არ ხართ. ყველა TKT3-ის რესივერი თავიდანვე ანუ არის აღჭურვილი მათი საფირმო მერცხალის კუდის ტიპის სამაგრით, რომელიც არის გათვლილი მათი სტანდარტის რინგებზე, რომელიც TK თვითონ უშვებს, ეს არის ოპტილოკი, მაგრამ ასევე ის დახრეტილი არის ზევიდან, რაც გაძლევს საშუალებას სხვა მწარმოებლის სტანდარტის რინგები გამოიყენოთ. ამ რინგებს ექსკლუზიურად იყენებენ, რავი, მონადირეები და უფრო ევროპაში, ანუ იმ დროიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ როდესაც ოპტიკური იარაღი, ანუ ეგზოტიკა იყო და ყველა მწარმოებელი ასეთი იარაღის არათუ მწარმოებელი, არამედ მწარმოებელი უშვებდა ამ იარაღს და მე რავი თვითონ ხელოსანი თავის სტანდარტს იყენებდა უნიკალურს იმისთვის, რომ ამ შაშხანაზე დაეყენებინა ოპტიკური სამიზნე. შემდგომ ეს პრაქტიკა გადავიდა უკვე თვითონ იარაღის მწარმოებლებზე, რომელიც პირდაპირ ქარხნიდან დაიწყეს ამ ოპტიკის დაყენების ოფციის შესაძლებლობა მათ იარაღებზე და ეს განაპირობებს ანუ ამ სტანდარტების ასე ვთქვათ ნაირსახეობას, მაგრამ თუ ამასთან ყველაფერთან ასე ვთქვათ საქმის დაჭერა არ გინდათ, არც ეგ არის პრობლემა, შეგიძლიათ ზევიდან პირდაპირ დააყენოთ პიკატენის სამაგრი და რავი, ანუ ის ვინც რა ვთქვათ გატაცებული არის ტაქტიკური იარაღით, ნახევრად ავტომატური იარაღით, იმ პიკატენზე იცის ყველაფერი აბსოლუტურად. რატომ თავიდან არ გამოდიან ესენი პიკატენის სამაგრით? ნუ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ხა სანადირო შაშხანაზე მაგალითად, რავი, პიკატენი ცოტა ანაქრონიზმი არის, მოდით ასე ვთქვათ და ისევ ჯობია რამე საფირმო ოპტიკის და დაყენების სტანდარტი იყოს, ხოლო პიკატენი უფრო ტაქტიკური სამყაროს პროდუქტია და ჩვენთან ჯარიდან მოვიდა, ასე ვთქვათ და შესაბამისად ხო ესთეტიკა მან ნამდვილად არ იქნება. მანამ სანამ ხო გეუბნებით, ეს სამაგრი არის დამაგრებული ხარკნებით, თუნდაც იყენებენ ლოქტაიც და ეს ყველაფერი კარგად გადაჭერილი და მოჭერილი არის, გრძელვადიან პერსპექტივაშიც რამ პრობლემებს აქ არ უნდა ელოდოთ. ამ შემთხვევაში ვარმინტები, სუპერვარმინტები, CTR-ები და ზოგი სხვა მოდელები ქარხნულად პირდაპირ, ანუ TK-ს, ასე ვთქვათ, პიკატენის სტანდარტის ოპტიკური სამაგრით კომპლექტებიან. არ მოგწონთ, მოხსენით და შეგიძლიათ გამოიყენოთ რამე სხვა სტანდარტი, რომელიც თქვენ მოგწონთ. კი, პრინციპში ეს არის ყველაფერი, რისი მოყოლა შეიძლებოდა რესივერზე. ისიც კი ვახსენე, რომ ანუ მისი ზომები იმდენად კონსისტენტური არის, ანუ იმდენად ასე ვთქვათ, ხარისხი დამზადების მაღალი არის, რომ მთელი რიგი მწარმოებლების უშვებენ ლულებს, რომელიც წინასწარ მორგებული არის TKT3-ის სტანდარტულ რესივერზე. ეს არის ერთგვარი დადასტურება ამ კონსისტენტურობის. შემდეგი, დამტყეს ასეთი მექანიზმი. ანუ აქ ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი. დამტყეს ასეთი მექანიზმი არის ერთ-სტეიჯიანი, აქვს რეგულირება, სადღაც ანუ 900-დან 2 კილოგრამამდე დაახლოებით და მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმ კონფიგურაციაში, რა კონფიგურაციაშიც ის ახლა არის, სავარაუდოდ ქარხნულ კონფიგურაციაში აბსოლუტურად ადეკვატური არის და არის ერთ-ერთი საუკეთესო ერთსაფეხურიანი სასხლეტი, რომელიც ოდესმე დაყენებულა ამ კატეგორიის და ბევრად უფრო სხვადასხვა მაღალი კატეგორიის შაშხანებზე. ის ჩემი აზრით უფრო კონსისტენტური და უფრო კარგი არის, ვიდრე სასხლტები, რომელიც გამოიყენება Mossberg-ზე, ეს LBA Lightning Bolt Action-ი, ან Ago Trigger-ი Savage-ზე, ანუ ბევრად უფრო რბილია, ბევრად უფრო ერთგვაროვანია.
და ქარხნულ მაშინ რა ქვია კონფიგურაციაში უფრო მსუბუქიც არის რა. უნდა გესმოდეთ ახლა ხო რომ აქ მაღაზია არ არის, ანუ სავარაუდოდ წარმოება შეუძლია დააყენოს საუკეთესო სასახლეთი, რომელიც 200 გრამი ექნება წონა და მშვენიერი იქნება, მაგრამ აქ არის უნდა ბალანსი უნდა დაიცვას, იმიტომ რომ ზედმეტად მსუბუქი სასახლეთის დაყენება ან ამის შესაძლებლობის გათვალისწინება შეიძლება გამოიწვიოს, რავი, უნებლიე გასროლა, იმიტომ რომ ამერიკა დიდი ქვეყანა 1000 ის არის, რა ქვია, 1000 იდიოტს აქ კი არ აღი და მე სწავდება ანუ სასამართლო გარჩევებით და ეს გარჩევები მოეწყვა, ანუ ბევრი წარმოებლის წინააღმდეგ და მათ შორის ანუ ყველაზე ძიმედ მე მგონი რემინგტონს უკმინა თუ არ ვცდები, რის შემდეგ რემინგტონმა დაიწყო რაღაც X-Mark Pro-ს გამოყენება. X-Mark ხო Pro ქვია მაგაც დამყარსასთ მექანიზმს, რომელიც ჩემი აზრით არაფრად არ ვარ გადამე მაგ სასახლიდან ძალიან ცუდი გამოცდილება და ეგრევე შევცვალე ტიმნით და ტიმნის ნაირ სასახლეც ანუ რემინგტონი არასდროს არ დააყენებს, იმიტომ რომ უბრალოდ შეეშინდება ემუნებლიე გასროლების. ნუ რას იზამ ხო გეუბნებით, ანუ პროფილი შაშხანის სროლების იცვლება და დღეს ანუ სროლა არის მასიური სპორტი, ასე თქვა, თელსოფლიოში და მათ შორის ან პირველ რიგში რა თქმა უნდა ამერიკაში და შესაბამისად ანუ საშუალო სტატისტიკური პროფილი არის სპორტის საკმაოდ მაინდა-მაინც მაღალი ინტელექტით მოდი ასე თქვა და უნარჩვევებით არ გამოირჩევა. რაც არის, ეგ არის მოგებებით. კარგია რომ ამ შემთხვევაში არაფერი გამოსაცვლელი არ არის, დატოვოთ ყველაფერი როგორც არის და მიიღეთ შვენიერ შედეგს. სტოკს რაც შეეხება, კარგი, სტოკი ტიკა, ანუ ტიკა T3-ის შაშხანები გამოდის ძირითადად სამი ტიპის სტოკში, ეს არის პლასმასის, როგორც ამ შემთხვევაში, ეს არის ხის კონდახები, რა თქმა უნდა, ანუ სანადირო ვარიანტებისთვის და ეს არის ალუმინის შასი, რომელიც გამოიყენება так A1-ში, ანუ ამის შემდგომ ტაქტიკურ ვარიანტში ტიკა T3-ის შაშხანის პლასმასის კონდახი, ანუ იცით რა არის, როცა ჩვენ ლაპარაკობთ ანუ საშუალო და ბიუჯეტურ შაშხანებზე, როგორც წესი ხოლმე, ანუ შაშხანები ძალიან კარგად მუშაობენ, როგორც წესი ხოლმე აქვთ შესანიშნავი სიზუსტე, რომელიც ბევრად აღემატება იმ ფასს, რომელიც თქვენ ამ შაშხანაში გადაიხადეთ. მაგრამ ხო გეუბნებით, ანუ აქილევსის ქუსლი ამ შაშხანების აბსოლუტურ უმეტესობა შემთხვევაში არის პლასმასის კონდახი ხოლმე, რომელიც არის ნუ გაკეთებული ერთი აქცენტით CIAP. ხო გეუბნებით, რაც მის გასაგებია და მისაღებია, ანუ ჩვენ გვინდა მივცეთ, ასე თქვა, სახალხო მონადირეს, პროლეტარს, რაც შეიძლება IAP და ხელმისაწვდომი შაშხანა და რა თქმა უნდა წარმოებლები შეეცდებიან, რომ ეს კუთხეები მოჭრან. ერთ-ერთი კუთხე, რომელსაც ჭრიან, არის სწორედ კონდახი და ნუ ეს პლასმასის IAP კონდახი, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვეძახდი, რაც გადამნარი ცელოფნის პაკეტებისგან გაკეთებულს, აი ქმნის ხოლმე უმეტესობა შემთხვევაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს. მაგრამ არა ტიკა T3-ის შემთხვევაში და მე ნიკო ჯავახიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც მან მითხრა დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც ანუ ჩამოვარდა ლაპარაკი ტიკებზე და თქვა, რომ ანუ მანდო მე ვერ ვხედავო მიზანში წონილობას ბედინგის გაკეთების, იმიტომ რომ შაშხანები როგორც წესი ძალიან ზუსტები არის და ანუ შედეგს უბრალოდ ვერ დაინახავ. რა შედეგი შეიძლება ნახო თუ შენ გავუკეთებ ბედინგს, მაგალითად Savage Mossbergs და ეს Ruger Americans და ეგეთ რაღაცეებს, ჩემი ვარ, ანუ მე გავაკეთეთ 5-ჯერ, 6-ჯერ და შემიძლია ანუ დაზუსტებით გითხრათ, რომ 30%-ს იგებთ. 30% სიზუსტეში და ბრაფასი ხდით ამაში, ანუ 2 საათი მუშაობა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბედინგი გაუკეთოთ შაშხანას და სადღაც რა ვიცი, ანუ 50-60 ლარი, რაც ჯდება ვიურტის ეპოქსიდი, რომელსაც ამისთვის იყენებთ სპეციალური ეპოქსიდი, ჩვენ აქ არსად არ იყიდება ბედინგისთვის, ამიტომ გიწევს იმპროვიზირება. აი ესეთ იმპროვიზაციის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოცდილება არ ქონდა ბედინგის კეთების, ყოველ შემთხვევაში, ანუ კონსტანტურად საშუალოდ 30%-ს ვიგებდი, რაც არის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი, დამეჯერ 30% კუჭაში არ გდია სიზუსტე. ასე რომ, ხო, ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს იარაღი ისვის ძალიან კარგად და აგერ მიდევს ვიპოვე ის 250 მეტრზე პირველი 2 გასროლა განხორციელებული ამ შაშხანიდან. ეს რომ ესროლა 100 მეტრზე, ნუ ვიტყოდი როგორც ჩერნობილის მემი, ანუ not great, not terrible, 20 მმ, კარგია. მისაღებია, not great, not terrible, მოკლედ, როგორც თქვი, მაგრამ 250 მეტრზე 0.27 მოა ძალიან მაგარია. ხო და ამიტომ აი ამ ასე თქვა სამიზნის დემონსტრირებით დავასრულოთ საუბარი იმაზე თუ რამდენად კონსისტენტურ შედეგს უზრუნველყოფს ტიკა T3-ში გამოყენებული პლასმასის კონდახები. კონდახი როგორც უკვე გითხარით, სტოკი, სარეცელი იყო აქილევსის ქუსლი. აქილევსის ქუსლი არა, ანუ იყო ტიკა შემთხვევაში იყო უფრო, ანუ დეტალი, რომელიც ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებდა მისი პრიმიტიულობის გამო. იმიტომ რომ მაგალითად იგივე ფინლაიძე და იმაზე ძალიან მარტივი კონდახი არის დაყენებული, ძალიან მარტივი სტოკი არის. და ნუ ვარმინტები, სუპერ ვარმინტები მაგით გამოირჩეოდნენ, რომ რაღაც რეგულირებების შესაძლებლობა გაქვთ. T3X სუპერ ვარმინტის ტიპის კონდახზე, ნუ მოდულურობას მიაღწია, მაგრამ მაინც იქ არ ხარ და რატო ამას უკვე ვიდეოს მე ბოლო ნაწილში
აგიხსნით და ეხლა გადავდივართ უკვე საკეტზე და აქ უკვე ცოტა დიდი ხანი მომიწევს ლაპარაკი რომ ახსნა ყველაფერი რაც აქ ხდება რომ თქვენთვის გასაგები იყოს რატო ვფიქრობ მე არა თუ ტექნიკური ნიუანსები იყოს გასაგები შეიძლება მშვენივრად იცით არა უბრალოდ მიხვდეთ მე რატო ვფიქრობ რატომ აქ შეხედულება ამ იარაღზე ისეთი როგორიც მაქვს ორბჯენიანი უმარტივესი საკეტი და უკვე ერთი შეხედვით მას რო შეხედოთ მიხვდებით რომ აქ გამოიყენება ეგრეთ წოდებული push feed-ი შაშხანები მექანიკური ძივად მოძრავი საკეტით ძირითადად იყოფიან ორ ჯგუფად. ეს არის შაშხანები კონტროლირებადი მიწოდებით და შაშხანები მიწოდება მიწოლით. რას ნიშნავს ეს, ხო? მიწოდება მიწოლით თვითონ დასახელება გეუბნებათ push feed-ი. შენ აწვევი ვაზნას საკეტით და ათავსებ მას სავაზნეში, შემდგომ კეტავ საკეტს და მასლის რკალი ჩდება ექსტრაქტორის კბილის ქვეშ და უკვე გასროლის შემდეგ ამ კბილის მეშვეობით თქვენ კაჩავთ ასე ვთქვათ ვაზნას სავაზნიდან და უზრუნველყოფთ ექსტრაქციას და შემდგომ უკვე შემდეგი ვაზნის ამ მიწოდებას. კონტროლირებადი მიწოდების შემთხვევაში როგორც კი მჭიდს ტოვებს ვაზნა, მისი რკალი ეგრევე თავსდება ექსტრაქტორის ქვეშ. ეს ექსტრაქტორი როგორც წესი არ ბრუნავს მაგის გამო, თავსდება ექსტრაქტორის ქვეშ და ერთად აგრძელებენ წინ სიარულს. თუ საკეტი ბოლომდე მოგვარემ. მოვაკეთოთ ესე თქვა დემონსტრაცია. ხო, თუ საკეტი ბოლომდე არ მიაწოდეთ, რაღაცა მოხდა, ჭუჭყი, ტალახი, გადაიფიქრეთ და რაღაც სპაზმი დაგემართათ კუნთის, ხო? წამოიღეთ უკან და გააგრძელეთ წინ მოსვლა, push feed-ის შემთხვევაში ეს გამოიწვევს რა? ვაზნას გრავიტაციის გარდა არაფერი არ ეჭერს, ის დარჩება თავის ადგილას. საკეტს გამოწევთ უკან, წაიღებთ წინ მოხდება რა? შემდეგი ვაზნის ჭიდნა მოთავსება, რომელიც დაეჯახება გაიმოთ და მეორე ვაზნას გამოვიყენოთ, რომელიც დაეჯახება წინა ვაზნას და მივიღებთ საყვარელ და საზარელ ორ მაგ მიწოდებას double feeds. კონტროლირებადი მიწოდების შემთხვევაში ესეთი რაღაცა არ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, ვაზნა გამოყვება საკეტს, ასე ვთქვათ და დარჩება მუდმივად მასთან ერთად და ალბათობა იმისა, რომ რამე დაბრკოლება მოხდება, არის შემცირებული. მეორე მსოფლიო ომამდე რო გავამარტივო ეს მთელი საკითხი, რომელიც ძალიან ცხარე დისკუსიების საგანი არის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმეტესობა შაშხანების წარმოებლების გადავიდნენ push feed-ზე, იმიტომ რომ საჭიროება კონტროლირებადი მიწოდების უბრალოდ გაქრა. კონსისტენტურობა შაშხანების დეტალების დამზადების, კონსისტენტურობა ამუნიციის დამზადების იმდენად გაიზარდა, რომ საჭიროება კონტროლირებადი მიწოდების უბრალოდ გაქრა. push feed-ის შაშხანები უფრო მარტივებია, უფრო მარტივია მათი წარმოება, უფრო იაფია და არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, ხო გეუბნებით, რომელიც უნდა გაგიზიაროთ. ეს არის ტიპიური bolt-face-ი, ტიპიური push feed საკეტის და თქვენ ხედავთ, რომ აქ რაღაც ჩიქასავით ეს ჩავარდნილი ფორმა არის, რომელშიც შიგნით თავსდება, ასე ვთქვათ, ვაზნა და ეს უზრუნველყოფს, უფრო კონსისტენტურ ვაზნის განლაგებას სავაზნეში. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? როცა ჩვენ ლაპარაკობთ ზუსტ შაშხანებზე, ხო, გარკვეულთან ვაზნა მაინც ყოველთვის სავაზნეში რაღაც გარკვეული თამაში ექნება, ხო, ზოგი სავაზნები განიერია, ზოგი პირიქით ვიწრო და ასე შემდეგ. შენ განიერი ამ შემთხვევაში მეტი დაშვებები ნიშნავს უფრო მეტ საიმედოობას, ხო, ამას მტვერი რომ მოხდეს ან ტალახი რომ მოხდეს, მაინც ჩაეტევა სავაზნეში და გაისვრის, ხო? მაგრამ უფრო მეტი თამაში იქნება იმის შიგნით და როდესაც ტყვია, ასე ვთქვათ, ტოვებს მასრას და გადადის ხრახნებში, ლულის იმ ნაწილში, სადაც ხრახნები არის შესრულებული, აი მაგ მომენტში ხო გეუბნებით, ლულა შეიძლება ოდნავ კუთხით უყურებდეს ამას და სხვადასხვა კუთხით შედიოდეს, რაც საბოლოო ჯამში აისახება მერე სამიზნეზე და თქვენ დაინახავთ უფრო დიდ და განიერ ჯგუფებს. ეს ყველაფერი ხა ძალიან თეორიულია, როცა ჩვენ საუბრობთ ამ ტიპის შაშხანებზე, მაგრამ მაინც ხო გეუბნებით, თუ თქვენ გაქვთ ბევრი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს კარგ თანდაყოლილ სიუზდეს, საბოლოო ჯამში, გამოსასვლელში თქვენ ნახავთ ისევ შაშხანას, რომელიც ძალიან კარგად ისვრის. თუ ჩვენ გვაქვს ერთრიგიანი მიწოდება, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების კუთხე ყოველთვის არის ერთნაირი, თუ ჩვენ გვაქვს, კარგი მჭიდრო სავაზნე და თუ ჩვენ ვუზრუნველყოფთ მას ვაზნის კონსისტენტურად ერთნაირ, ასე ვთქვათ, მოთავსებას სავაზნეში და მისი ყოფნას გასროლამდე, შესაბამისად სიზუსტე იქნება კარგი და ყველა ეს ფაქტორი აქ ჩვენ გვაქვს და ამ ფაქტორს მათ შორის უზრუნველყოფს ეს push feed-ი. წლების განმავლობაში ევროპაში გოთფრიდ პრეხტლი იყო ადამიანი, რომელიც ამზადებდა მაუზერის სისტემაზე აწყობილ ზუსტ შაშხანებს და მისი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, როგორ თქვა,
selling point-ი რა, ანუ რითიც ასე ვთქვათ, ყიდა თავის შაშხანებს იყო ის, რომ ის იძახდა, რომ მე ვამზადებ, პრეციზიულ შაშხანებს, რომლებიც იყენებენ კონტროლებად მიწოდებას და ისეთივე ზუსტები არიან, როგორც თანამედროვე push feed, მიწოლით მიწოდებაზე მომუშავე შაშხანები, ხა ეს რა რეკლამა და სიმართლე მანდრა და ობიექტურობა სად არის, მე არ ვიცი, მაგრამ რეალურად ეგრე არის. ითვლება, რომ push feed მიწოდების შაშხანები უფრო ზუსტები არის. მე არ მგონია, რომ რომელიმე პრეციზიული შაშხანა იყენებდეს მაგალითად კონტროლებად მიწოდებას ან მაუზერის საკეთს. ამ მსმენია მაგის შესახებ, გარდა რა თქმა უნდა Gottfried Breichlis შაშხანებისა. თანამედროვე მწარმოებლებიდან კონტროლებად მიწოდებას დღემდე იყენებს Kimberly თავის შაშხანებში, იყენებს Ruger-ი M77-ში და ამ ოჯახში, რომელიც ამ M77-ის იდეოლოგია არის შექმნილი და დანარჩენი მწარმოებლები მეტწილად, რომელიც ევროპაში არიან განლაგებული და ძველ დანადგარებს იყენებენ, მაგალითად იგივე იუგოსლავიური ზასტავა, რომელიც უშვებს მაუზერის სისტემაზე აწყობილ შაშხანებს. ყველა დანარჩენი გადავიდნენ ესეთ მარტივ სისტემაზე. ექსტრაქციას არ შეეხება და ესე რა ქვია, საკეთის კონსტრუქციას, ეს იყენებს პლუნჟერული ტიპის ეჟექტორს, ექსტრაქტორი ქაჩავს, ეჟექტორი აწვება, ეგ არის განსხვავება ამ ორ დეტალებს შორის. ესე იგი, რას ნიშნავს პლუნჟერული ტიპის ეჟექტორი? ეს არის პრაქტიკულად ღერძი, რომელიც არის მოთავსებული საკეთის შიგნით და აწვება ზამბარა და ამით ეს ზამბარა გადააკ, ამ პლუნჟერის მეშვეობით გადააკძალა ამ მასრაზე და როდესაც საკეთი გაიხსნება, ეს მასრა ზემოქმედებს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს ამ ცარიელი მასრის ექსტრაქციას, ხო? შეიძლება უბრალოდ დაახვედრო ეს blade ეჟექტორი, რასაც ქვია, ეს არის პრაქტიკულად მეტალის ფირფიტა, რომელსაც აჯახებს საკეთს, ასე ვთქვათ, მასრის ძირით და ეს დაჯახება, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს ექსტრაქციას, მაგრამ ეს უფრო ხო გეუბნებით ტექნოლოგიურია, იმიტომ რომ საკეთი გათვლილი პლუნჟერული ტიპის ექსტრაქტორზე უფრო მარტივად მზადდება, ვიდრე საკეთი, რომელიც გათვლილია blade ეჟექტორის გამოყენებაზე. ექსტრაქცია სხვადასხვა ტიპაში უნდა აღნიშნო, კარგია, ამას ვიძახი, რატო იცით, რომ კარგი ექსტრაქცია მასლის არის ცალკე თვისება კარგი შაშხანის რა, შენ რო საკეთს ძალით გამოწევ უკან, ესე იგი და დაინახავ რომ მასრა, გადმოვარდება 20 სანტიმეტრში, გიწყება ფიქრი, რომ ცოტა უფრო ნაკლები ძალით რო გამოვქარჩვან, რამე რომ მოხდეს და შეუშალოს, ხო არ შეფერხდება ექსტრაქცია. versus რა თქმა უნდა ვარიანტისა, როდესაც შენ საკეთს აღებ და მასრა მიფრინავს შორს და შენ ხმით გესმის, ვიზუალურად ხედავ და ხვდები პრაქტიკულად, რომ ექსტრაქცია მოხდა და შეგვიძლია გააგრძელოს საკეთი, შეგვიძლია დაკეტოს საკეთი და ესე იგი არაფერი შენ ხელს არ შეგიშლის, რომ ეს გადატანვის ციკლი შეასრულოს. სამწუხაროდ, გარკვეულ წარმოებლებს ავიწყდებათ, ასე ვთქვათ, რომ კარგი ექსტრაქცია არის კარგი შაშხანის ერთ-ერთი კარგი თვისება. კარგი, საკეთი უკვე ახსენეთ, როგორც უკვე გითხარით, და ეს ამის X-ის შემთხვევაში ეს ხუფი, ასე ვთქვათ, არის მეტალისგან დამზადებული, განსხვავებით ტესამისა, სადაც პლასმასის არის და პრინციპში მე რასაც უყურებ, არ დარჩა არც ერთი ელემენტი, რომელიც მე არ მიმოვიხილე. ოპტიკა, რომელიც ამ შაშხანაზე აყენია, ცალკე მიმოხილვის თემა არის ალბათ, Vortex-ი 525, ბიპოდი, რომელსაც მე ვიყენებ, არის ჩემთვის, რა ვიცი, საყვარელი, გამოცდილი ხარისის ბიპოდი, არ ღირს ძალიან ძვირი, მთლიანად მეტალის კონსტრუქცია, გამძლე, მსუბუქი და რავი, თავის დანიშნულებას ასრულებს, ასე ვთქვათ რა, და მე მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თუმცა ეხლა ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ბიპოდები, მათ შორის ბიპოდები, რომელიც მოვიდა ჩვენთან PRS-დან, პრეციზიული სროლიდან, Benchresty-დან, ისინი უფრო, როგორ გიხართ, რთული კონსტრუქციის არის, შეიძლება უფრო უკეთეს მდგრადობას სთავაზობს, უფრო მეტ მორგების შესაძლებლობას და ასე შემდეგ, მაგრამ ფასი ხარისხით ჩემთვის ხარის კონკურენტი ჯერჯერობით არ ყავს. კარგით, ბოლოს დავასრულოთ, მოდით მაშინ დაფარვებზე საუბრით, რა დაფარვებს იყენებს ტიკა საკო, თავის ტიკას შაშხანებისთვის. ერთი რა თქმა უნდა არის, როგორც გითხარით, უჟანგავი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი არ არის დაფარული არაფრით, ვერცხლისფერი, ღია ფერის არის. ყველასთვის ეხლა რავი მოსაწონი ესეთი რა ქვია, ნადირობისთვის მოსარგები ალბათ არ არის. ღია ფერიდან გამომდინარე, მაგრამ მას არანაირი დაფარვა არ აქვს, შესაბამისად ის პრაქტიკულად არ იცვითება, არ იქუცება და კი, უჟანგავი ფოლადის ანტიკოროზიული თვისებები უზრუნველყოფენ ზოგადად რკინის დეტალების დაცვას, მათ შორის ნესტის ზემოქმედებისგან. შემდეგ უკვე არის ფოსფატირება, რომელიც ამ შაშხანაში გამოიყენება, ესეთი ხავერდოვანი
შედარებით ღია შავი ფერის დაფარვა, ერთ-ერთი უძველესი ტიპის დაფარვა ალბათ, რომელიც შაშხანებზე გამოიყენება. იმ განსხვავებით, რომ ამ შაშხანაზე ის არის ძალიან კარგად შესრულებული, იმიტომ რომ ძირითადად ამას ვისვრიხ ზამთრის პერიოდში და აი ეს დაბალი, მაღალი ტემპერატურების ცვალებადობა, იწვევს კონდენსატს, რომელიც ხანდახან ხოლმე იგივე საკეტის სახელური და ზოგი დეტალები იჟანგება ხოლმე. აქ არაფერი ესეთი არ მინახია. სხვა ბიუჯეტურ შაშხანებზე კი ეგეთი რაღაცეები ხდებოდა ხოლმე. აქ არ ხდება, რაც ნიშნავს, რომ დაფარვა არის ძალიან კარგი და მესამე დაფარვა, რომელსაც საკო იყენებს ტიკა შაშხანებში არის სერაკოუტი. სერაკოუტი არის საღებავი პრაქტიკულად რა, დეტალები იღებება. სერაკოუტის პლუსი არის ის, რომ სერაკოუტი შეგიძლია დახატო რაღაცეები, შეგიძლია ნებისმიერი ფერი აირჩიო, შედარებით უფრო იაფი არის, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად ტექნოლოგიურია და პრობლემურია და საკოსთვის მათ შორის გამოდგა პრობლემური, იმიტომ რომ სერაკოუტზე ის დეტალებს აგზავნის სხვა ვენდორთან, ქვეკონტრაქტორთან, მოდი ასე ვთქვათ, და აი უკვე ამერიკაში დაფიქსირდა პრობლემები, რომელიც უკავშირდება რას, აი ამ საღებავის ფირის არაერთგვაროვნებას, ხოლო ფირის არაერთგვაროვნება პრაქტიკულად ნიშნავს ძალიან ცუდ რამეს ნებისმიერ იარაღში. ეს ნიშნავს რკინის დეტალების გეომეტრიის ცვლილებას, რასაც შეიძლება მოყვეს, რა ვიცი, აი ყველანაირი პრობლემა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, მათ შორის ოპტიკის დაყენების დროს, მათ შორის ეს დეტალების ერთმანეთთან ზემოქმედების დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სერაკოუტის სხვათა შორის არის ესეთი ხშირი პრობლემების მიზეზი, ბევრი იარაღის წარმოებლებისთვის, როდესაც აღმოჩნდება, რომ მათი ახალი იარაღები არ მუშაობენ, იმიტომ რომ შეიცვალა დეტალების გეომეტრია, შეიცვალა დაშვება დეტალების დროს და ეს ყველაფერი ქმნის პრობლემებს. ასე რომ, ხო, სერაკოუტის შემთხვევაში მე არ ვიცი ნამდვილად, ხა ის დეტალებში აღარ ჩავსულვარ, რამდენად ეს პრობლემა იქნა მოგვარებული საკოს მიერ, მაგრამ სერაკოუტისგან ალბათ თავს მე შევიკავებდი, აქცენტს გავაკეთებდი იგივე უჟანგავ მოდელებზე, ან მოდელებზე ფოსფატირებით. ეს არის და ეს პრინციპში მე ამ მგონი არ დამჩა არაფერი, რასაც მინდოდა მომეყოლა და მესაუბრა და ბოლოს შემოვინახე ნაწილი, რომელიც ეხება ტიკას სუსტ წერტილებს და როგორც ყველა იარაღს, ტიკას თავისი სუსტი წერტილები აქვს. ეს სუსტი წერტილები არ გამოიხატება ცუდ სიზუსტეში, ნაკლებ საიმედოობაში, ეს არის უფრო იმ ფასში, რასაც იხდით, რას იღებთ, ხო? სტოკზე მე უკვე გითხარით, ძალიან პრიმიტიულებია. იგივე აქ ჩვენ კი გვაქვს გარკვეული რეგულირება და მოდულურობა, მაგრამ თანამედროვე სტანდარტი არის რეგულირებები ინსტრუმენტის გარეშე. აქ ინსტრუმენტის გარეშე რეგულირდება მარტო სალოყის სიმაღლე. Დაანჩენ შემთხვევაში რაღაც ინსტრუმენტი არის საჭირო. და ეს რეგულირებები ბევრი არ გაქვს. იგივე ბიბოდის დაყენების ოფციები ბევრი არ გაქვს, სამაგრები არ გაქვს, სხვადასხვა კონსტრუქციის ბიბოდების დასაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს შაშხანამ დანიშნულების მოითხოვს ამ ოფციების არსებობას. ხო, აქაც შეზღუდული ხარ, შენ პრაქტიკულად შეგიძლია მარტო სალოყის სიგრძე და სტოკის სიგრძე დაარეგულირო და მორჩა. მაგრამ ეს დანარჩენი ისეთი უფრო ჩახუჭუჭებული კასტომიზაციის შესაძლებლობები აქ არ არის, რაც ცალსახად არის, ასე ვთქვათ, მინუსი, მოდით ასე ვთქვათ, დროს ვერ უსწრებს ახლა. დროს კი არა, ვერ აყვა ამ თანამედროვე ტენდენციებს, იმიტომ რომ ეს შაშხანი გამოდის საკმაოდ დიდი ხანი. ტიკატესამს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ხო, იგივე ბერგარას შაშხანებს რო შეხედოთ, თქვათ, აი ამ ტაქტიკალთან სუპერვარმთან შედარებით, ბევრად უფრო სიმპათიური შაშხანა არის, გინდათ დაფარვების მხრივ, გინდათ კონდახის დიზაინის მხრივ, გინდათ ერგონომიკის მხრივ და ამ კასტომიზაციის მხრივ, ბევრად უფრო ხელსაყრელად გამოიყურება და სულ ცოტათი უფრო მეტი ღირს, იმიტომ რომ ყველაფერში ფულს იხდით, ხო? და სულ ბოლოს ხო გეუბნებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რაც შეიძლება გახდეს deal breaker-ი, პრაქტიკულად გამოცდილმა, ხაზუსომ გამოცდილმა მეშაშხანემ შეიძლება თქვას, რომ არა ტიკატეს სამი მე არ მინდა. ეს არის მოდით ასე ვთქვათ, საკეტის დამტკიცების მექანიზმის პრიმიტიულობა, მოდი ასე ვთქვათ რა. მე ვთვლი, რომ შაშხანას უნდა კონდეს ცველი სამპოზიციანი. პირველი პოზიცია, საკეტი ჩაკეტილია, დამტკიცების მექანიზმი ჩაკეტილია, როდესაც, რა ვიცი, ცხენზე ხარ, სადღაც ხეტიალობ, დადიხარ, ბუჩქებში, ტყეში, ღრეში, ხო? არ ვერაფერი ვერ მოხდება, ხო გეუბნებით, რომ საკეტი გაიხსნას, ან ვაზნა დაკარგოთ, ან საკეტი დაკარგოთ, ან ეგეთი რაღაცა, ხო? მეორე პოზიცია არის, როდესაც დამტკიცების მექანიზმი ჩაკეტილია, მაგრამ საკეტია გახსნილი, შენ შეგიძლია ჩაატარო მთელი რიგი ადმინისტრაციული პროცესების განმუხტო, დადენო ისე, რომ დამტკიცების მექანიზმი რჩება უსაფრთხო ჩაკეტილ მდგომარეობაში. და მესამე პოზიცია ბუნებრივი საბრძოლო პოზიცია, როდესაც შენ მზად ხარ, იარაღი მზად არის როლისთვის. ხო, აქ ჩვენ გვაქვს მარტო ორი პოზიცია, ხო გეუბნებით და ეს არის გარკვეული შეზღუდვა. ამ მხრივ ყველაზე საინტერესო შაშხანა რაც მე მქონდა, რა თქმა უნდა, იყო შტერმანლიხერის სკაუტი. იქ იყო იმდენი რაღაცეები, რაც აი ამ ცხოვრებას გიადვილებს, ასე ვთქვათ, და შაშხანას უფრო მოსახერხებელს ხდის, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ შაშხანა იყო შექმნილი ჯეფ კუფერის
ასე ვთქვათ, იდეების მიხედვით და ჯეფ კუპერი იყო პრაქტიკული მსროლელი, არა ყოველთვის მონადირე, ანუ ხო ხტები და სკაუტ კონცეფცია, სკაუტ შაშხანის კონცეფცია ნადირობას მაინდა-მაინც ასე ვთქვათ, არ ითვალისწინებდა, ანუ სულ სხვა რაღაცეები იყო ჩაფიქრებული. და ეს ყველაფერი ხო გეუბნებით გადმოყვა იმ შაშხანას, მათ შორის ეს ჯეფ კუპერის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ქვია magazine cut-off-ი, ანუ magazine cut-off-ი არის რას ნიშნავს, ხო, რომ შენ შეგიძლია შენი სურვილისამებრ, შენი შაშხანა აქციო ან მრავალვაზნიან, ან მრავალმუხტიან შაშხანად, ან ცალმუხტიან შაშხანად, ხო, როდესაც ყოველი გასროლის წინ ვაზნა ხელით უნდა მოათავსოს ავაზნეში, საექსტრაქციო პანჯრის გავლით, ხო? რატო არის ხა ეს მნიშვნელოვანი, ხო, რომ იმიტომ რომ მაგალითად რაღაც სხვა ტიპის ვაზნა, გეზავი ვაზნა გინდა ისროლო ან ეგეთი რაღაცა, ხო? ეხლა cut-off-ი საიდან გაჩნდა იდეა, ანუ სკაუტ შაშხანაში, ხო, სავარაუდოდ კრაგი ორგენსენიდან, რომელიც არის საკმაოდ ძველი შაშხანა, რომელსაც 1903 წლამდე ამერიკული ჯარი იყენებდა, მანამ სანამ მაუზერის კოპიას 1913 წლის სპრინგფილდს მიიღებდნენ შეიარაღებაში. და ეს cut-off-ი ანუ ემსახურებოდა რა მიზანს, იცით? ანუ საინტერესო ისტორიაა და ამიტომ მოვყვები რა. კონსერვატიული გენერლები თვლიდნენ, რომ ანუ მრავალვაზნიანი, მრავალმუხტიანი შაშხანის მიცემა ჯარისკაცისთვის გამოიწვევდა ლოგისტიკურ პრობლემებს. ანუ სიზუსტის არარსებობას, ანუ კომპენსირებას გაუკეთებდა, ანუ მოცულობით ცეცხლის, რაც გამოიწვევდა ანუ ვაზნების ზედმეტ ხარჯვას, საბოლოო ჯამშილულების ცვეთას და მოკლედ სახელმწიფოს ბევრად უფრო დიდი დაუჯდებოდა, ბევრად უფრო მეტი დაუჯდებოდა ჯარის მოვლა მომსახურება. მაგრამ ამავე დროს ისინი უარს ვერ იტყოდნენ, ანუ სწრაფსროლელ შაშხანაზე და ამიტომ ესეთი შუალედური გადაწყვეტილება იყო აღეჭურვათ, ასე ვთქვათ, ეს magazine cut-off-ით, რომელიც გათიშავდა, ასე ვთქვათ, ვაზნებით დატენილ კვების მექანიზმს, შეიძლება მჭიდი ყოფილიყო მილისებრი მჭიდი იარაღი შიგნით მოთავსებული და გარკვეულ სცენარებში თუ მტერი შორს არის და საჭირო არის ანუ დამიზნული სროლა, ისვე როგორც ცალმუხტიან შაშხანას სიტუაცია გატრაგდა, ანუ მტერმა მოაღწია შენამდე არის შენთან ახლოს, ანუ რთავ მჭიდს და იწყებ უკვე იმ მარაგის გამოყენებას ვაზნების, რომელიც მჭიდში არის და რა თქმა უნდა სწრაფსროლა იზრდება. რამდენად ახლა ეს უნდა იყოს ტიკაში, ან უნდა იყოს კაუჩი, გახსნილი საკითხი არის, გემოვნების ამბავია, ჩემი ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ როგორც მინიმუმ სამპოზიციანი ცველი ტიკატესამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სხვადასხვა გამოდის ავტომარკეტ დეტალები, რომელიც აი ამ გარსაცმლის და ანუ საკითხის გარკვეული დეტალების ცვლილებით გაძლევენ შენ აი ამ სწორედ აი ამ სამფუნქციან ცველს, ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს, რომ რაც მე ვიძახი, ანუ ლეგიტიმურია, ასე ვთქვათ და მოთხოვნა ასეთი ტიპის მოწყობილობაზე ნამდვილად არსებობს. აი ეგ არის და ეგ ხო გეუბნებით, ანუ სხვა განსხვავებები, სხვა მინუსებს მე ამ შაშხანას პრინციპში ვერ უპოვი. ერთ-ერთი საუკეთესო თავის ვარიანტში მე რომ მკითხოთ აი ამ რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილების გამო, ტიკატეს ამი ანუ პრაქტიკულად ცალკე ან კლას ქმნის თვითონ, მოდით ასე ვთქვათ რა. და კი ბატონო, ხო, ანუ ყველაფერი გვაქვს აქ, კონსისტენტურობა, ტექნოლოგიურობა, ნაფიქრი კონსტრუქცია, საიმედო კვების მექანიზმი, საიმედო, ასე ვთქვათ, ეს კვების სქემა, ხარისხი, მისაღები ფასი, იდეალური, კი არა და მშვენიერი კომბინაცია. ვიდეოს გადაღების შემდეგ, ანუ ყოველთვის ხოლმე რაღაცა 1-2 გამახსენდება, რაც დამავიწყდა რო თქვა, ამიტომ ახლა გავალ პაუზაზე, კარგად დავფიქრდები და თუ რაღაცა არ გამახსენდა, მაშინ ვიდეო გაწყდება. და თუ რაღაცა გამახსენდა, მაშინ ეს ვიდეო გაგრძელდება. და რა თქმა უნდა, ახლა რა დამოვიწყდებოდა, თუ არა ის, რასაც ყველაზე ხშირად ახსენებენ ხოლმე, როდესაც საქმე ეხება ტიკატესამის მიმოხილვებს. ეს არის საკეტის მოძრაობა, რამდენად რბილად მოძრაობს, რამდენად სუბუქად და რამდენად უხმოდ, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ანუ მათ შორის ეს უხმო საკეტის მოძრაობა არის ერთ-ერთი selling point, რომელიც ტიკა იყენებს თავისი შაშხანების აღწერილობისას. შვენიერია. გარდა ამისა, თქვენ იცოდით, რომ ტიკა ფინურად ნიშნავს კოდალას და ამ შაშხანას კოდალას სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ეს კონსტანტურად ერთ წერტილში ურტყავს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი და ამით ეს მიმოხილვა მოდით დავასრულოთ. დიდი მადლობა რომ უყურეთ.